ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი გავიდა გუშინ წარმომადგენელთა პალატაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვედა პალატაში მოხდა გუშინ კენჭისყრა, ორპარტიული მხარდაჭერა და მაღალი მხარდაჭერა, რომელიც მიიღო ამ კანონმა, აჩვენებს ცხადად, რომ ამ კანონს არ ექნება გასცის პრობლემა არც სენატში და შესაბამისად მას მოაწერს ხელს პრეზიდენტი ტრამპი. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ახალი ადმინისტრაცია დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოში არსებულ რეალობასთან და არსებულ რეჟიმთან მიმართებაში. კანონპროექტის სულისკვეთება ცალსახა არის, მიზნებში პირდაპირ წერია, რომ ეს კანონპროექტი არის მიმართული საქართველოში რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენებთან დასაპირისპირებლად. კანონპროექტი ითვალისწინებს ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადებას. ერთი ეს არის ანგარიში იმის თაობაზე, თუ რა აქტივებს ფლობს საქართველოში რუსეთის ფედერაცია და ამ შემთხვევაში უზრაფხონებაზე არის საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ და მეორე ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების, როგორ უნდა გადაიხედოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. ამ კანონპროექტით პრაქტიკულად ქართული ოცნების რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს ამ ქვეყანას, გამოცხადებულია ამერიკის შეერთებული შტატების მტრად და ამერიკის შეერთებული შტატების მტრებს რა ემართებათ, ყველების მიერ შეუძლია ნახოს უკანასკნელი აწესებულების განმავლობაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, გავა ბოლომდე, შემდეგ ამოქმედება და მის სუსხს იგზნობს ყველა ქოცი ამ ქვეყანაში. აქვე მეც მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს პოლიტპატიმრის სტატუსით ზის ციხეში, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველ საღამოს გამოდის რუსთაველზე და იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის აქციებში, ამ ხუთთვიანმა პროტესტმა და აქციებმა და ბრძოლამ თავისუფლების მოიტანა ის შედეგი, რა შედეგიც ახლა ვნახეთ ჩვენ გუშინ წარმომადგენელთა პალატაში. და ბოლოს დავასრულებ იმით, რომ 9 მაისს არის დაგეგმილი აქცია ევროპის დღესთან დაკავშირებით. სხვადასხვა ლოკაციებიდან ეწყობა მსვლელობები, კოალიციის მსვლელობა დაიწყება აავლაბრის მეტროდან 5 საათზე არის დაგეგმილი შეხვედრა.